რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე ალეკო ელისაშვილს დაუპირისპირდა მოსამართლე მეია მელქაძე, რომელმაც არ მისცა იმის შესაძლებლობა, რომ მას ესარგებლა სიტყვის ქმრის უფლებით. ალეკო ელისაშვილი რამდენიმე ეტაპად ითხოვდა, რომ ესაუბრა იმ მტკიცებულებების ნაწილზე, იმ სამტომიან საქმეზე, რომელიც მის წინააღმდეგ გაამოქმედა საბრალდებო უწყებამ. ეს არის იცით, რომ მეორე საქმე, სადაც ასევე ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება პროკურატურა ალეკო ელისაშვილს და დღეს ისაუბრა გაუცვა ხაზი სწორედ პროკურორმა იმ მტკიცებულებებს, რომელიც მან წარმოადგინა სასამართლო პროცესზე. მოსამართლემ ალეკო ელისაშვილს პირდაპირ უთხრა, რომ სასამართლო არ იყო პოლიტიკური ტრიბუნა, არა და ალეკო ელისაშვილს არ ჰქონდა გაკეთებული არც ერთი პოლიტიკური განცხადება. ის საუბრობდა სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებაზე, საუბარია ძაღლების მიერ აღებულ სუნის ნიმუშზე, იმ საგამოძიებო პროცედურაზე, რომელიც ჩაატარა საგამოძიებო უწყებამ ამ ფაქტის მოხდენიდან 10 დღის შემდეგ წვიმიან ამინდში. ეს არის სწორედ მთავარი და ის დასაყრდენი მტკიცებულება პროკურატურის მიერ, რომლითაც ის უდასტურებს იმ ბრალდებას ალეკო ელისაშვილს, რომელსაც მას ედავება. საუბარია აქ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე, რომელიც არ გახმაურდა, თუმცა საგამოძიებო უწყებამ ამ ფაქტიდან 1 წლის შემდეგ ალეკო ელისაშვილი ცნო დამნაშავედ ამ ნაწილში. ეს იყო სწორედ მთავარი მოთხოვნა, რომ ალეკო ელისაშვილს ესაუბრა ამ საქმეზე, თუმცა მოსამართლემ ამის შესაძლებლობა მას ფიზიკურად არ მისცა და ბოლოს ის გააზევა სტომათა დარბაზიდან. ვერამდენი სუდომა და ვერამდენი მოსამართლე ხარ, რომ სიტყვის ქმრის საშუალებას არ მაძლევ. დაწყებული არ მქონდა ლაპარაკი აგერ და უკვე მეჭრებით და მეუბნებით ეს თუ ისა. რა უნდა ვთქვა, ეს არის ჩემი გადასაწყვეტი. გოდისვით რა 2-15 წლიანი ბრალდებამა წარგენი და ნახევარი წელი აგერდა ლაპარაკი მაცალე. არ მაინტერესებს ერთგვარი პროტესტი. მაცალეთ ლაპარაკი, რა უბედო რამ შეგაშინდა, რამ დაგაფრინდა. ისე რომ სტრატეგიაში განუყოფი კაც ლაპარაკის საშუალებას არ მაძლევ ვერამდენი სუდომა. მოწეული ბოლშევიკები აცნობდნენ ადამიანებს ლაპარაკის საშუალებას, მაცალე რა ლაპარაკის საშუალებას. სიტყვა ამოღებული არ არის და ყელში მეცით ეგრევე რომ ეს თუ ისა. ბოდის ნუმიკივი ხარ რა. ნუმიკივი ხარ მეთქი. არ მაინტერესებს მენი შეაო და ყოველ ბეხლაჟეთში სასტომოში არის. მაცალე ნუმიკივი ხარ აქ იმასავე. სასამართლოში გძალდე. ლაპარაკი მას არ კარგად სასამართლო არ არის. ეს არის ბოლშევიკური ტრიბუნა. სადაც ამათეს ნაკამაკი. ნუმიკივი ხარ მეთქი. არ შევიკავებ თავს მაცალე პოლიტიკურ განცხადებას დავაკეთებ გეოპოლიტიკურს, ეს არის ჩემი გადასაწყვეტი. მართლა ტერორიზმი ტიპი როყავთ გამოწვევა მაცალე ლაპარაკი ვა. რა ხარ ის რაღაცა ნაჭერი ჩაიცეთ, ამიტომ მართლა გონიათ რომ მოსამართლე. ხა თუ როგორ არის? ნაჭერი რომ მოგაცვეს და რომ გითხრეს რომ არავის ლაპარაკი არ უნდა აცალოს. თავი შევიკავებ თუ არა, ეს ჩემი გადასაწყვეტი თქო გითხარი. გაძევებულია ბრალდებული ალექსანდრე ელისაშვილი წესრიგის დარღვევის ხობის დამცველობის დაუმორჩილებლობისადმი და სასამართლოს მიერ გამოხატული აშკარა ოპოზიციურობის გამო. მინდა საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ სასამართლოს შენობის არქივში 1 წლის წინ გაჩენილი ხანძრის უკან დგას ალეკო ელისაშვილი. ამ ყველაფერს კი საბრალდებო უწყების წარმომადგენელი დღეს ადასტურებდა ძაღლების მიერ წყალქვეშ აღებული სუნის ნიმუშით, რომლის თანახმადაც დადგინდა ალეკო ელისაშვილის მონაწილეობა ამ საქმეში. სხვა მტკიცებულება ბუნებაში ფიზიკურად არ არსებობს, რომელიც წარმოადგინა დღეს სასამართლო პროცესზე საბრალდებო უწყებამ, თუმცა საქმე არის სამტომიანი. არ არსებობს მტკიცებულებად არც ვიდეო კადრები, რომლითაც დადასტურდებოდა რომ ალეკო ელისაშვილი იმყოფებოდა იმ პერიოდში სასამართლოს ტერიტორიაზე და არ არსებობს არც აპტოსკოპიური ექსპერტიზა ბუნებრივია. ადვოკატები ამბობენ, რომ საქმე ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ არის თავიდან ბოლომდე გამოგონილი, შეკერილი და ეს ყველაფერი საბრალდებო უწყებას დასჭირდა იმისთვის, რომ ვერ ადასტურებს ალეკო ელისაშვილის მიმართ წაყენებულ პირველ ბრალდებას. პირველი ბრალდებაც იცით, რომ არის ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა, არ არსებობს არც ამ საქმეზე პირდაპირ მტკიცებულება, უჭირს გამოძიება, შესაბამისად ამ საქმით ცდილობს რომ ბრალი გაუმყაროს ალეკო ელისაშვილს, ასეთია ადვოკატების პოზიცია. ესე იგი, მსოფლიო კრიმინალისტიკაში დღევანდელმა პროცესმა გადატრიალება მოახდინა წყალქვეშ აღებული სუნის ნიმუშებით 10 თვის შემდეგ უცნობმა ძაღლებმა მოახდინეს ადამიანის სუნის იდენტიფიცირება, მსგავსი რამე კრიმინალისტიკას არ ახსოვს, სასამართლომ ვერ გამოიჩინა მინიმალური სამართლიანობა და დაცვის მხარის მასალებზე 29 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით თქვა, რომ ამ საქმესთან შემხებლობა არ აქვს და ამ დროს პროკურორის მიერ წარმოქმნილი 4 ტომის საქმე 29 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით დაუშვა როგორც მტკიცებულებები განსახილველ საქმეზე
ყველანაირ სტანდარტებს გადაცდა დღევანდელი სასამართლო და ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და არ არსებობს მსოფლიო კრიმინალისტიკის ისტორიაში ფაქტი, როდესაც წყალქვეშ იყო აღებული სუნის ნიმუშები წვიმიანამეთში ხანძრის შემდეგ და 10 თვის შემდეგ ამ სუნის ნიმუშით მოხდა ვინმეს იდენტიფიკაცია უცნობი და უსაბუთო ძაღლებით. მოსამართლეს სამართლის საქმეზე გახავდა არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნები, გამოთხოვილი ინფორმაცია, წარმოდგენილი გამოთხოვის საქმეები, რომლებიც გამოყვეული იქნება სასამართლოს წინაშე, უკვე საქმე გადაეცა არსებითად განსახილველად, შესაბამისად მათი გამოყვევის შემდგომ, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ მოცემულ საქმეზე გამოტანილი იქნება გამტუმებელი განაჩენი. ტერორისტულ აქტს სჭირდება გარკვეული მიზანი, ჩატარდა გამოძიება და როდესაც გამოძიებით გამოიკვეთა აღნიშნული მიზანი, ტერორისტული მიზანი, შესაბამისად დაუყოვნებლივ მოხდა აღნიშნულზე კვალიფიკაციის შეცვლა. შემდეგი სასამართლო პროცესი 11 ივნისს ჩაინიშნა, სადაც უკვე არსებითი განხილვის ეტაპი დგება და არეკოვლისაშვილი ბუნებრივია დაესწრება ამ სასამართლო პროცესს. მას ბევრი აქვს სათქმელი ამ საქმეზე, სათქმელი, რომლის თქმის შესაძლებლობას დღეს არ მიეცა, არ მისცა მოსამართლემ მეია მელქაძემ და ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა.